ძაღლის ერთგულება. ავტორი თამაზ გველესწიანი. ღამე ამ 7 მთვარის ნათება სოფელს ანიჭებს სულ სხვაგვარ იერს, მაგრამ ჩრდილების ხშირი ლანდება მურას აღაგზნებს, ბებერს და ცპიერს. წევს მიტოვებულ სახლის კიბეზე, სახლის ბანს ხავსი ადებს საკმაოდ და ერთგული ძაღლის იმედზე დგას ამ პატარა სახლის სამყარო. ღამეა. ჭოტი ითვლის დღეთასვლას. სადღაც შორს ისმის ტურის კივი. ერთი კვირა მურა ხრავს დიდ ძვალს და ვერ მოიკლა ვერგზით შიმში. გვერდზე სახლში კი კეიფი გახლავთ, ცეკვა თამაში და ტაშფანდური, 4 ფეხა დარაჯს, ტკივილი ტანჯავს და საშინელი ყოფა ძაღლი. პურის საძებნად თონესთან შარშან მიუსწრეს საწყალს მოტეხეს ფეხი და უპატრონო ცხოველი ახლა ფუჭად მოელის წყალობას ღმერთი. ჩასთვლემს და სიზმარს ხედავს უამრავს. პატრონს უყებს და ულოკავს ხელებს. 3 წელია არსად უნახავს ცხადშიც, სიზმარშიც მარჩენავს ეცებს. გათენდა. მურა რაღაცას ბრაზობს. ტყის გრილი სიოქრის ორღობერში და შეთვალებულ ალუბის ნაყოფს სანდომიანად უვლის ტოტებში. გაბრწყინდა ეზო, გამოჩნდა სახლი, უკვე ჩამკვდარა და სულ მიხდილი ბუხრის საკვამურს არასდის კვამლი და მის ბინადარს დღესაც მისტირს. ობობებს ყველგან გაუბამთ ბუდე, ღამურებს მოსწონთ თავშესაფარი. ოთახში სურათს თლად ობიადევს, კედელზე ყალბად კიბია ქნარი. ჩანს სახურავი ვებერი ოდის, შეფენილია ბალახ ეკარი და გაშვერილი კაგნისა ტოტი საშველად თითქოს ყველას ეძახის. იქვე ჩამოყრილ კრამიტთა ახლოს ჯგრო დამოსულა იაიები ისე უხდება კაცმა რომ ნახოს ალბათ სხაპარში ჩაიძირებს. ედემის ბაღი ქორსაც იზიდავს, ხშირად დაფრინავს ქორი მზვერავი ამ 64-ში კრუხს და წიწილას კაიხანს ვეღარ ნახავს ვერავი. აქ ბაღჩა ბოსტანს ნოყიერი მიწის, სუნი სდის მსუხე და სანატრელი, ეს ყოველივე მურამაც იცის, მაგრამ სად არის ბარის დამკვრელი. ბოსტანის ბოლოს გვრიტი მოფრინდა, წყარო დიოდა ერთ დროს ანკარა, ახლა დაკეტილ წყაროს მილიდან წყალი სრემლივით მოდის სვარნამან. არ ვიცი მურა ვის რას უპირებს, ჩიტის შეფრენაც არ მოსდის თვალში და არ დაინდობს არც ერთ სულიერს, არ ვის შეუშვებს